და ახლა ჩვენი სიუჟეტი იმაზე თუ როგორ შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს კრიზისი დამწყებმა მეწარმემ, რომელსაც უკეთ შეუძლია მოერგოს მომხმარებელს, ვიდრე მსხვილი, უკვე შემდგარი მოთამაშე და გაცილებით იაფად შესთავაზოს მას იგივე სერვისი. ფოტოაპარატი ხელში პაატა ვარდანაშვილი უკვე 5 წელია საქართველოში მოგზაურობს. ყველაზე მეტად შატილის გადაღება მოსწონს. ხევსურეთის სილამაზე რომ მხოლოდ ფოტოაპარატის მეხსიერებაში არ დარჩენილი იყო, პაატა მორე წლის წინ საკუთარი ვებგვერდი პაატა ჯერ შექმნა, სადაც გადაღებული ფოტოების განთავსება დაიწყო. ვებგვერდზე გადაღებულმა ფოტოებმა მალე უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესიც გამოიწვია. გავაკეთე ჩემი საიტი პაატაჯი, სადაც დევდი სურათებს და ამან გამოიწვია დიდი შეფასება. როგორც უცხოელებიდან, ისევე ქართველებიდან და ჩამოდიოდნენ ტურისტები, უკვე საიტის მეშვეობით მიკავშირდებიან ხოლმე. ჩამოდიან და ვათვალიერებია მთელ საქართველოს. უკვე რამდენიმე უცხოელი ისეთი არის, რომელიც ყველა სეზონზე ჩამოდის და ახალ წელსაც კი აქ ხდება ხოლმე ჩვენ. გაჩენილი მოთხოვნის საპასუხოდ პაატამ შატილში ტურისტების საყვანა საკუთარი ჯიპით დაიწყო. პროფესიით PR მენეჯერი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ტურისტულ ტურებს ძირითადად შაბათსა და კვირას აწყობს. თავდაპირველად შატილში ორდღიანი ტურისტული მარშრუტის ფასი 120 ლარი იყო. ჩვენი კლიენტების უმრავლესობას უნდათ ისე წოდებული უიკენდ ტურები, შაბათ-კვირას, რომ ჩამოვლენ შაბათ-კვირას გაიარონ ხოლმე და ჩვენი ბიზნესი გვაქვს აწყობილი ესეთი ერთდღიანი და ორდღიანი ტურები. რომ იძულებული ვართ, რომ სვანეთსა და თუშეთში ცოტა მეტდღიანი, 3-4 დღიანი ტურები გავაკეთოთ. ჩვენ ახლა უკვე დავიწყეთ ტაო-კლარჯეთის ათვისება დაგყავს და ჰერეთში, ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში დაგყავს კიდე. ლატვიელები ოსკარი და მაარისი თბილისში საკონსულოში მუშაობენ. გადატვირთული გრაფიკისა და ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებული მაღალი ფასების გამო საქართველოს კურორტების ნახვა ვერ მოახერხეს. ოსკარმა ინფორმაცია შატილის შესახებ პირველად პაატას ვებგვერდის მეშვეობით გაიგო. ვებგვერდზევე მოხდა მათი დაკავშირება და ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაც. შატილის შესახებ ინფორმაცია პირველად პაატას საიტიდან შევიტყვე. აღფრთოვანებული დავრჩით ის ბუნებით, უძველესი ძეგლებითა და რაც მთავარია ფასებით. ჩემს ქვეყანაში მსხვილი ტურისტული კომპანიების გარდა მრავლადაა ისეთი ადამიანები, როგორიც პაატა, რომლებიც პრაქტიკულად ნახევარფასში გთავაზობენ ისტორიული ადგილების დათვალიერებას. ხევსურეთში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს პაატამ შატილის მკვიდრი გელა დაიაური გაიცნო და ტურისტული კომპანიის შერთან შესთავაზა. გაცნობიდან რამდენიმე დღეში მათ კომპანია თებულო ტური დააარსეს და ტურისტებს მე-16 საუკუნის ხევსურულ კოშკში შესთავაზეს ღამის გათება. კოშკის გარემონტების შემდეგ იქ 10 ოთახიანი სასტუმრო მოეწყო. ყვება, ღამის თევა და გიდის მომსახურება ტურისტებს 60-70 ლარი უჯდებათ. მაგრამ თუ კი ამდენი თანხა არ გაგაჩნიათ, ღამის გათენება თავად გელა დაიაურის ოჯახში 40 ლარადაცაა შესაძლებელი. თებულო ტურის დამფუძნებლები ტურისტებს შატილის ისტორიულ ადგილებს ათვალიერებინებენ. დღის ბოლოს კი გელა დაიაური უცხოელი ტურისტებისათვის სპეციალურ ფოლკლორულ საღამოებსაც აწყობს. ჩვენ საქართველოს ყველაზე მეტად ჭირდება მithumetes მიტოვებულ კუთხეებს და მიტოვებულ კოშკებს თქვა და მიტოვებულ ქვეყნებს ჭირდება უფრო მეტად რომ ჩამოვიდნენ ტურისტები სასტუმროში იყვნენ იმუშაოს ტურიზმმა რაც საქართველოს გადააცნეს ყველაზე მეტად. გორიგორ ჩამახვიდოდი შატილის შემდეგ თებულო ტურის დამფუძნებლები ტურისტული კოტეჯის აშენებას უკვე მუცოვშიც გეგმავენ. ის ტურიზმისა და პოპულარიზაციისთვის პაატა ვარდანაშვილი 26 ივნისს თბილისში ხევსურული საღამოს ჩატარებასაც გეგმავს.